ყოველთვის მიჭირდა დახმარების თხოვნა. როცა მიჭირს, ავტომატურად მხოლოდ საკუთარ თავს ვენდობი. არა იმიტომ, რომ ამაყი ვარ, ან ვფიქრობ, რომ არავინ დამეხმარება. უბრალოდ ასე ჩამომიყალიბდა. მიჩვეული ვარ ყველაფრის მარტო გადაჭრას. ბავშვობიდან მწვენოდა დახმარების თხოვნა. მერე, როცა ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, არავის თხოვდი ელემენტარულსაც. მაღაზიაში ჩასვლას ან ბავშვის გასეირნებას. ფინანსურ მხარეზე ხო არც არაფერს ვამბობ. ყველაფერში ვიყავი მე, მარტო მე შემიძლია ამის გაკეთება. მაგრამ ცოტა ხნის წინ დავფიქრდი, აი რატომ? როცა დახმარებას ითხოვ, გონია რომ თითქოს შენ სისუსტეს აღიარებ. კიდევ გეშინია რომ უარს გეტყვიან. იქნებ იფიქრონ რომ ჩემს პრობლემებს თავს ვახვევ. რომ ჩემი პრობლემები არავის ეხება. უფრო მარტივია თავი ისე მოვაჩვიო, თითქოს ყველაფერი კონტროლის ქვეშ მაქვს. ვიდრე რისკი გავწიო და იმედი გამიცრუვდეს. მაგრამ მე თვითონ ყოველთვის მზად ვარ დავეხმარო თუ შემიძლია და არასდროს ვიფიქრებ ცუდს იმაზე, ვინც დახმარებას მთხოვს. მაშინ რატომ ვექცევი საკუთარ თავს სხვანაირად? დახმარების თხოვნა არ არის სისუსტე. ეს საკუთარი თავისადმი გულწრფელობა. დიახ, ეს შეიძლება უჩვეულო იყოს. დიახ, შეიძლება საშიშიც, მაგრამ ხანდახან სწორად ეს გვაძლიერებს.